კი, ნამდვილად გროსმეისტერობის ამბიცია ჰქონდა, მაგრამ დღეს სპორტის ოსტატობის კანდიდატობის რანგსაც ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკაში. ძალაუფლების ყრობა და ესე იგი სამართალდამცავი სისტემის მეშვეობით მისი შენარჩუნება ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ის, რა დაპირებებიც იყო მაშინ. რა იყო დაპირებები? დიახ, მსოფლიოს გაოცება დემოკრატიული რეფორმებით. ნომერი პირველი, ქართული საზოგადოების გამთლიანება, გაერთიანება, ერობის განცდის ჩამოყალიბება, პოლიტიკური პლურალიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლების კარი უნდა დაივიწყონო მათო და საერთოდ ურთიერთობა მინისტრებთან და ასე შემდეგ. ეს იყო ის ამას თუ მიაღწევდა გროსმეისტერობაც შეიძლებოდა რგებოდა და ყველაფერი. მაგრამ სწორედ პრობლემაც იმაშია, რომ ამ ამბიციას მისი უნარები და შესაძლებლობები ვერ შეწვდა, ვერ მიწვდა და ქვეყანა წაიყოლია იქეთ, სადაც წაიყოლია. შეეხება თავად ამ ბრიფინგს და გამოსვლას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც რაღაც ვიდეო კადრებით არის დოკუმენტირებული ჩვენი პოლიტიკური ისტორია, მე მგონი ერთ-ერთი გამორჩეული ბრიფინგია, გამორჩეული ერთი მხრივ ბრჭყალებში, მეორე მხრივ ბრჭყალებს გარეთაც, იმიტომ რომ მოვა დრო და სტუდენტებს ალბათ უნივერსიტეტებში ამ ვიდეოს ანახებენ, რომ სადამდე შეიძლება დეგრადირდეს სახელმწიფო სისტემა, მართლობითი სისტემა, რომ ამ სისტემის სწორედ რომ პირველ კაცად წოდებული თანამდებობის პირი აი ამას ლაპარაკობს. ასე ლაპარაკობს, ამ დროს ლაპარაკობს და ამასობაში თან ის ადამიანია, რომელსაც კონსტიტუციურ საკითხებში განათლებას ვერ დავუწუნებთ, ანუ ეს არ არის უცოდინრობის გამო, არა, მან იცის ძალიან ზუსტად, რომ კონსტიტუციური წყობა, თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ნიშნავს იმას, რომ არანაირი საპატიო თავმჯდომარე არ მართავს ქვეყანას, ასე უნდა ჭკვიანი იყოს იგი. მან იცის, რომ თანამედროვე სახელმწიფოებრიობა და აი ეს კონსტიტუციაც, მათ შორის მისი დაწერილი, სხვათა შორის ბოლო რედაქცია, ზუსტად ამაზე ლაპარაკობს, რომ საქართველოში, სახელმწიფოში გადაწყვეტილებები მიიღება იმ წესით, რაც აქაა დადგენილი, იმ არჩეული ორგანოების მიერ, იმ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ და ასე შემდეგ. და არანაირი საპატიო თავმჯდომარე აი ამ კონსტიტუციაში არ წერია, როგორც მუდმივად გადაწყვეტილებების მიღები პირი. საპატიო თავმჯდომარე ჩვენ ნორმალურ საღად მოაზროვნე ადამიანებს, ასევე კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რა არის საპატიო თავმჯდომარე. წარმოიდგინეთ, თქვენს ორგანიზაცია ხართ, ყავთ დირექტორი. შეიძლება ყავდეთ საპატიო თავმჯდომარე ბორდის. რატო? იმიტომ რომ ვიღაცა დამსახურების გამო, რაღაცა გამოცდილების გამო, რომელიც გვინდა რომ იყოს სიმბოლო, რომელსაც შევხედოთ ხოლმე გავიხსენოთ სტანდარტები და ასე შემდეგ. და არა იმისთვის, რომ უმთავრესი გადაწყვეტილებები მან მიიღოს საპატიომ. ეს წესდებაში ჩაუწერა ამ კაცმა. დიახ, განათლებით, განათლებულმა კონსტიტუციონალისტმა და იცის პარტიები როგორ იმართება. წესდებაში უწერიათ. კითხვები იყო მის მიმართ, რომ შეიძლება ხვალ გადაგაყენოთ და გადმოგაყენოთ და შემდეგ. გაიხსენეთ, როდესაც საპატიო თავმჯდომარის პოსტი შემოიღეს პარტიის წესდებაში, იქვე ჩაწერეს, რომ ამ საპატიო თავმჯდომარეს აქვს ექსკლუზიური უფლება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის შეთავაზების პარტიისთვის და ესე იგი შემდგომ ხელისუფლებისთვის. ახლა ამ ყველაფრის იცით უფრო ღრმად განხილვა და კიდე სიღრმეებში ჩასვლა გონია რომ საჭირო არა იმდენად ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, თუმცა მანდ ერთი საინტერესო ამბავი იყო ბატონო დავით, როდესაც კობახიძე ამ ქებადიდებას აღავლენდა, ჯერ ესეთი მაინტერესებს, რა შემთხვევაში შეიძლება ეს სასურველი ბრიფინგი გამხდარიყო, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილისთვის, ან რატომ შეიძლებოდა ამ ქებადიდების მოსმენა მისთვის აუცილებელი და საჭირო გამხდარიყო და მეორე ამ ბრიფინგისას კობახიძე ამბობს ასეთ რამეს, რომ
უყვარსო ივანიშვილს, ისმენს განსხვავებულას, მაგრამ გადაწყვეტილება ყოველთვის ეკუთვნის ივანიშვილს. ანუ მისი ხმა არის გადამწყვეტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამით პრევენცია მოახდინა კობახიძე, იმიტომ რომ ჩვენ რა რეალობაში ვარ დღეს, ხო? ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის რეალური საფრთხე, სრულიად ჩიხში შესულიც არა, აი ყველანაირი ჩარჩოებიდან გასული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, თუ ევროკავშირის მიმართულებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით და ის რეპრესიები, რაც ქვეყანაში კანონმდებლობით არის უკვე დაკანონებული, უამრავი უკანონო პატიმარი და ანუ კობახიძემ გითხრა თუ არა ამ სიტყვებით, რომ გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, მე არ ვარ დამნაშავე, არამედ დამნაშავედ გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილი. მე მგონია რომ ეს მიზანიც ჰქონდა ამ გამოსვლას, ეს მიზანიც პასუხისმგებლობის გადატანა ივანიშვილს. მე არ ვთვლი რომ ეს იყო ძირითადი მიზანი ან მიზეზი ამ ტიპის გამოსვლის, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ეს მიზანიც თანამდები. ვინაიდან კი ხიფაც გრძნობს ორივე ამ შემთხვევაში, პირველიც და მეორეც, ფორმალურად არაფორმალურად ვინზე ვინქვევით მაგის და მივხედავად, ორივე გრძნობს ხიფაც. ეს ხიფათი მათთვის მომდინარეობს ერთმანეთიდანაც, ასეთი აქვთ განცდა, ერთს მეორეს რო უწოდებს თავის თავს, იმიტომ რომ იცის განვლილი გზა სხვა პრემიერების, ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა, როდის, როგორ და ასე შემდეგ, იცის რომ ზოგი მათგანი სადღაც სხვაგანაც არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კმაყოფაზე აყვანილი და ასეთი ვერსიებიც არსებობს და იცის რომ ის ვინც ახლა სახელმწიფო კმაყოფაზეა გაცილებით ახლო ადამიანურად ახლო იყო იმ პირველ პირთან თუ საპატიო თავმჯდომარესთან, მის შვილებთან და ვიცით რა დონის სიახლოვე იყო. და ანუ ახლა მას რომ ამ დონის ადამიანური სიახლოვე არ აქვს იცის და შესაძლოა ამიტომ კიდევ უფრო მეტი ხიფათის განცდა აქვს. და თუ დასჭირდება ივანიშვილს შესაძლებელია მანაც გაიზიაროს ხარებაში. ანუ ეს იცით ჩვენი ვარაუდი კი არ არის. ფაქტებია აგერ დევს უკან და ხო, ახლა ეს მარტო თან პრემიერების თემა ხო არ არის. ყველა პრეზიდენტი ვინც მოიყვანა, მე აღარ მოეწონა. ხო პარლამენტის თავმჯდომარე ჩემზე ზედამთვარე რო აღარ ამოსდის, ვიცით, თავდაცვის მინისტრები ზოგი დაჭერილია, ზოგს დაჭერით ემუქრებიან და ასე შემდეგ. თავმჯდომარეებიც არჩილ თალაკვაძე, კახა. აი მაგაშია საქმე, კახა, კი არაფერს ვერჩი, გადასარავი ადამიანია, მაგრამ მეც მოვიწყდება ხოლმე გვარი. კუჭავა კი. კუჭავა მე და დათო ბაქრაძე ვაშნორი პარლამენტში ვიყავით. თხოვა შეხვედრა, შევხვდით. და თქვა რომ როცა თავმჯდომარე იყო და თქვა რომ მინდაო რომ პარლამენტის გამოსახულება რაღაც გავაუმჯობესოთ მისი სახე საზოგადოებაში. თქვენ ალბათ ნაფიქრი გააქვთ და იქნება ამაზე შევხვდეთ და ხო ჩვენ ორივე მითხავთ, რა თქმა უნდა, ვართ პატრიოტები ამ ინსტიტუტის დაწესებული გვიფიქრია და თქვით რომ ზეგ შევხვდეთ. ხვალ გვესმის რომ ნიშნულოვან საქმეზე გადავიდა სხვაგან სამსახურში. ნუ კაი, სხვაგან წავალთ ახლა. რაც შეეხება მეორე მხრიდან, ანუ საპატიო თავმჯდომარეს რატომ შეიძლება ქონდეს ხიფათის განცდა? იმიტომ რომ მას ეს ემართება ხოლმე. მას ეს ემართება ხოლმე სხვადასხვა ვითარებებში და ჩემი დაკვირვებით სადღაც 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ ეს მწიფდება ხოლმე. ხან ეს უკავშირდება კონკრეტული პირის რაღაცა ზედმეტ გააქტიურებას, ან რაღაცა მისთვის ვერ ახსნილ ნაბიჯებს, ან დაინახავს რომ ზედმეტად ძალაუფლება დააგროვა, ან ზედმეტად კორუფციაში წაუწდა ხელი, ან რაღაც გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად მიიღო და ასე შემდეგ. მოკლედ, მათ ერთმანეთისგან ხიფათების განცდა აქვთ, მაგრამ გაცილებით მეტი ხიფათის განცდა აქვთ მათ სხვა მხრიდან. ერთი მხრივ ქართველი ხალხის მხრიდან, რომლის მეტ და მეტ ნაწილს ისინი ვეღარ აკონტროლებენ და მე მაქვს არა ვარაუდი, არამედ საკმაოდ დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათივე აი ეს სოციოლოგიური კვლევის და სხვა ტიპის ინსტრუმენტები, რომელთაც მოსახლეობის განწყობების მას მუდმივ მას აკეთებენ, რომ ცუდათაა საქმე და ცუდათაა საქმე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, მაგალითისთვის ჯარიმების თემამ, რომელიც თავად შემოიღეს დიდი ზარზეიმით და ახლა უცებ უკან იხევენ, რომ ხო მან მგონი რაღაც ესე კი არა ისეა. მარტო ჯარიმების თემამ კიდევ მე ვერ გეტყვით
ვერ მიუთითებ რომ აქედან ვიცი ეს, მაგრამ სარწმუნო წყაროდან ვიცი, რომ დაახლოებით 10%-იანი ვარდნა გამოიწვია მარტო ერთმა თემამ. ეს იმას არნიშნავს 10% უკვე ოპოზიციონერი გახდა, მაგრამ ადამიანები, მოქალაქეები გარდა დიდი თემებისა, ევროკავშირში მივდივართ თუ რუსეთში თუ სხვაგან, ძალიან კონკრეტულ საკითხებს აქცევენ ყურადღებას. კორუფციასთან ბრძოლის თემამ. ეს ძალიან სერიოზული ამბავია, იმიტომ რომ ზედა ეშელონებში პოლიტიკური ოპონენტები თუ კონკურენტები ვიღაცეებმა ჩამოიცილეს, მაგრამ ქვევით ეს ყველაფერი გრძელდება ისევე, როგორც იყო გუშინ და გუშინ წინ. თვითმმართველობის ორგანოებში ღიად გამოდიან ადამიანები, კი, ცოლისმა დავნიშნე, იმაზე თანამდებობას, აბა, შენ ცოლისმას ხარ დავნიშნავდიო, ეუბნება ჩვენს საკრებულოს წევს ერთ-ერთ რაიონში ვიქაური ხელმძღვანელი. ანუ ადგილებზე ყველაფერი გრძელდება, ანუ მოსახლეობამ ერთი მხრივ გაიგო მათივე მხრიდან, რომ მილიონების იპარავდნენ მათი მინისტრები და პრემიერ-მინისტრი და სხვები, რომ ეს იყო სისტემა და ამას ვერავინ ვერ ჩაიდენდა ცალკე აღებული ერთი ადამიანი, რომ იმ პრემიერს ყავდა თავისი საძმაკაცო ამ რაიონში, იმ რაიონში, იმ მინისტრს ყავდა თავისი ხალხი იქით აქეთ უწყებებში. ის ხალხი ადგილზე არიან, არაფერიც არ ხდება, ანუ ამანაც უკმაყოფილებს და ასე შემდეგ. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ხიფათი რაც მათ ელით, ეს არის საერთაშორისო ვითარება. ახლა კი ყინჩად ლაპარაკობენ, რომ წაიღონ ეს უვიზო რეჟიმი, ჩვენ არ გავცვლით ამას იმაზე და ასე შემდეგ და ისე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ თუ ევროპა ჩემდა სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან სამწუხარო ამბავი. თუ მივიდა იმ ზღვრამდე და რაღაცა ბოლო წვეთი მათი უგუნური ქმედებების, რომელიმე აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ევროპამ თქვას, რომ იცით რა, თუ არ გინდათ, მაშინ ნუ გინდათ. თუ ყოველდღე შეურაცხყოფას გვაყენებთ, მტრებს გვეძახით, თქვენი სახელმწიფოებრიობის დაშლაში გვადანაშაულებთ. აქეთ ჭკუას გვასწავლით, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, თქვენ იცით თურმე როგორია და ჩვენ არ ვიცით და ევროპელმა ხალხმა არ იცის, ვინ უნდა ირჩიოს თავის წარმომადგენლად, ან ევროპარლამენტში, ან თავის ხელისუფლებაში. თქვენ ხართ ასეთები, ამას ზღვარი აქვს. იმიტომ რომ ამ კონსტიტუციაში, რომელიც ისევ ერთმა დაწერა, მეორემ დაუმტკიცა, ხო? პრემიერმა დაწერა ეს მუხლი ასეთი რედაქციით, ჩვენ ცოტა სხვა რედაქცია გვქონდა სხვა შორის, მაშინ როცა პირველ პარლამენტში ვერ მივიღეთ ეს ცვლილება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ სრულად არ ქონდა და ნაციონალურ მოძრაობასთან არ იყო მარტივი რამე ცვლილებებზე შეთანხმება. და აქ რა წერია? კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა. და მერე ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ანუ აქ რა წერია? ჩვენ მივიღოთ ყველა ზომა, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად რამე ახალი შევქმნათ, ის წერია აქ. თუ აქ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იქ რომ არისო, აი როგორიც არისო, იმაში ჩვენი ინტეგრირება. აი უკვე დანაშაულია სახეზე, მას მერე რაც პირველი განცხადება გააკეთეს ოფიციალურად, რომ ევროკავშირთან საერთოდ მოლაპარაკებებს აჩერებდნენ და ეხლა მივდივართ. ეს მუხლი, ეს 78 მუხლი, რომელიც კიდევ მე 2018 წელს მიიღეს. მაშინ ჯერ კიდე სხვა ჭკუაზე იყო ერთიც და მეორეც. ეს მე ცალკე საუბრის თემაა, როდის ხდება მათი ასე ვთქვათ, ასეთი ცვლილებები კურსებში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური ვალდებულება თვითონ აიღეს, თვითონ არიან სახელმწიფო ორგანოები, რომ აი იქ როგორი ევროკავშირიც არის, იმაში გვინდა რომ ვინტეგრირდეთო, შევიდეთო. ეხლა ის ყველაფერი ყველა ზომა მივიღოთ, ახლა ყველა ზომას იღებენ, რომ იქ არ შევიდნენ. და ეხლა ევროპა ამბობს, რომ თქვენ მოგმართეთ, რომ გვინდა თქვენი წევრობა. დავიწყეთ მოლაპარაკებები, მოგიწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, ის პირველ პარლამენტის დროს, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, კი ბატონო, გადავდგით ნაბიჯები იქეთ. აგერ ახლა კანდიდატის სტატუსი მოგანიჭეთ. და ახლა ესე იგი ყველას ჭკუას გვასწავლით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ. კიდევ მე რომ სახელმწიფო სწრებად მოგვიხსენიებთ, რომ ჩვენ თურმე ამას დიდი შეურაცხყოფა რა გინდა მიაყენო ახლა იმ ხალხს, რომ ესე იგი თურმე deep state-ით იმართებით თქვენო. ამათ რო ეტყვი რომ რუსეთიდან იმართება თქვენი უმთავრესი ნაბიჯები, ჭკუიდან გადადიან რომ როგორ ვაკადრებთ ამას ჩვენ და და მთელ ევროპას ეუბნები რომ ვიღაცა deep state ან ვარც ამბობენ ვინ არის deep state და ის პარტია. ამიტომ ეს ვიზა ლიბერალიზაციის თემა ძალიან მძიმედ ჩამოეკიდა. და ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელზეც მე რასაც თვალს ვადევნებ, მაინც სათანადო ყურადღება არ ექცევა მე მგონი. ბატონი ორბანის დამარცხება უნგრეთში. ეს მათთვის იყო ჩემი ანალიზით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლახვარი ქართული ოცნებისთვის. დიახ, იმიტომ რომ
ხო, ორბანი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აქ რამდენიმე სამხელხელაობისთვის განსაკუთრებით. კი ბატონო, რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, იმიტომ რომ ეს ხლა ეს ტერმინი დამკვიდრებულია copy paste-იო, ანუ ორბანის იდეოლოგიას, მის რაღაც მაქინაციებს კონსტიტუციის დონეზე, კანონების დონეზე და ანუ ამ ერთპარტიული უვადო საძალაუფლებო სისტემის შექმნას ერთი მხრივ იქიდან გამოცდილებას იღებდნენ. მეორე, ორბანის მეშვეობით ჰქონდათ მათ იმედი, რომ ევროკავშირში დაბლოკავდნენ მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს და მისი სახით იქ ეყოლებოდათ ისეთი პარტნიორი, რომელიც ევროკავშირს შიგნიდან ძალიან მძლავრად დაასუსტებდა. ორბანის შემდეგ დარჩა რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ სრულიად განსხვავებული წონითი კატეგორიებია, სრულიად განსხვავებულია მათი საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცა მონდომები და ასე შემდეგ. და მესამე და ყველაზე მთავარი, მათ ორბანზე ჰქონდათ აწყობილი ყველაფერი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. აი აქ მივედით ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ამბამდე, ჯერ-ერთი რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რეალურია საფრთხე, რომ შეუჩერდეს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია და პირობებიც არის მაგიდაზე დადებული, რა უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს საფრთხე არ დამდგარიყო, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს, უფრო პირიქით, ვიდრე გადავალთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს არჩეული ქართულ ოცნებას, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ფაქტი, ბატონო დათო, რომ ზუსტად დღეს, როდესაც იყო პირველი შეხვედრა ჩანიშნული ევროკავშირსა და საქართველოს წარმომადგენლობას შორის თემაზე, რამაც საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება უნდა დადოს უკვე 2027 წლის იანვარში გამოცხადდება, ხო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გაივლიდა ამ პერიოდს, ამ მოლაპარაკებების პერიოდს ქართული ოცნება, მაინც და მაინც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას 25 რიცხვში ჩანიშნული სასამართლო პროცესი ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ აღძრული ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმისა გადმოეწიათ. აი მე მაგალითად ვერაფერი ვერ დამარწმუნებს, რომ ეს საგანგებოდ არ მოხდა დამთხევა. რაღაცნაირი კუნთების თამაში რა, რაღაც შანტაჟი, რომ შენ თუ მე ამას მიკეთებ, მაშინ მე მეყოლება უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი. მათი ხელწერა, როგორც საპატიო თავმჯდომარე იტყო და არის ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, თუმცა აქ უფრო მეტ საკრობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს არის ერთჯერადი გადმოწევა. დღესთან გამოცხადდა, რომ ახლა ამიერიდან კი, დაჩქარებული ტემპი წავა. წვეში ერთხელ ხდებოდა, ახლა კვირაში ორჯერ ჩავატარებ და უცებ მოიშველიეს და წამოიკითხეს ახლა, როცა დაჭირდებათ გადაშლიან ხოლმე ციგს, კონსტიტუციას, ჩახედავენ და ხო, სასამართლო პროცესი უნდა იყოს, ესე იგი, სწრაფი და გონივრული და ასე შემდეგ. და გასულ 6 თვეში ეს აქ არ ეწერა, რომ სწრაფი უნდა იყოს და თან რა შეედებათ ბრალი პოლიტიკურ ლიდერებს? ვადრ ჯაფარიძეს სასწრაფოებსაც, ვისაც თქვენ ბრძანებდით. ამ ქვეყნის წინააღმდეგ ამაზე მეტი არ არსებობს, რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა. ასეთ ადამიანებს ბრალს დებ და მე რაღაცა 350 მოწმე ყავს და თვეში ერთს კითხავ და რა, ანუ დაკიდე ეს საქმე მათ თავზე. რისთვის? ზუსტად ამისთვის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირთან რაღაცისთვის დაჭირდა. კიდე ხვალ შეიძლება სხვა რამისთვის დაჭირდეს. ანუ აი ასეთი დამოკიდებულება არა მარტო პოლიტიკური ლიდერების მიმართ, არამედ თავად სასამართლო სისტემის მიმართ და სახელმწიფო სისტემის მიმართ, როდესაც პოლიტიკურად წვეთ, როდის გჭირდება ვიღაცის ან ბრალის საყენება, ან გარეთ გამოშვება, ან მერე დაჩქარება, ან შენელება და ეს არის შენს ხელში ინსტრუმენტი, ესაა სწორედ ძალაუფლების მიტაცება, უზურპაცია, ამ კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და გასვლა ყველაფრის მიღმა. ამიტომ ახლა რა მიზანი აქვს აქ? ყველაფერი შეიძლება გქონდეთ, იქიდან გამომდინარე, რა ვითარება შეიქმნება. შეიძლება ზეგ შეწყვიტონ საქმე ყველას მიმართ. შეიძლება შესაძლოა კიდე 7 კაცი სხვა დაამატონ ამათ, ასე ჟონგლიორობენ, ასეთ საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მე თქვენ და ისინი მათი მინისტრები ანუ ჩვენ ვართ ახლა იმ ევროკავშირის წარმომადგენლები და ჩვენთან მოვიდა ეს ხალხი და ახლა სასაუბროთ რომ არა რას ლაპარაკობ ჩვენ გვინდა ევროკავშირი საუბარში სულ ამას ლაპარაკობენ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი და მოსულში მოდის ეს ხალხი რომელმაც აი გუშინ მიიღო ეს გადაწყვეტილებები იმაზე სხვა თემებზე რო არაფერი ვთქვათ ამ ერთზე ვისაუბროთ
რომ უცებ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ზოგადად სასამართლო სისტემაში საქმეების განხილვა ცირდება ხოლმე. იმიტომ რომ რაც არას უნდა ფიქრობდეთ იმ ხალხზე, ისინი ადამიანები არიან და შვებულებებში გადიან და მოსამართლეს პროკურორის და ყველა ზაფხულობით გეგმა ისეთია ხოლმე სასამართლოებში, რომ შემსუბუქებული. და ახლა ბრალის საყენებიდან 6 თვის შემდეგ უცებ დავაჩქაროთ. ეხლა რას ვიფიქრებთ ამ ხალხზე, ვინ გვისხედან ახლა ჩვენ წინ? ვინ არიან ესენი? თავის თავს იგდებენ, ჩვენ გვიგდებენ ელემენტარული ზრდილობა არა აქვთ, რომ მოდიან აქ ამას ველაპარაკებენ, იქ იმას აკეთებენ. და 2 წელი რომ დაჭირდათ იმ საშინელი ძალადობის ფაქტების გამოსავლენად, ვინ ჩაიდინა, აი ის საშინელი ამბავი. ღიმილის მომგვრელია ახლა ამდენი ნაწამები და ნაცემი ადამიანის ფონზე 5 სპეცრაზმელის დაჭერა, 3 ეპიზოდი. თავისთავად ესე იგი რომ მოდის ხო, მაგრამ დაჭირდათ რაღაცისთვის და მეუბნება რომ იცით რა, მე 2 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი სპეცსამსახურის ქვედანაყოფების წარმომადგენლების იდენტიფიკაცია მომეხდინა, ვინ იყო ის, ვინც აი ის არაადამიანობა ჩაიდინა. 2 წელი თუ გჭირდება შენ იმის გასარკვევად ვინ იყო ეს ადამიანი როგორ შეიძლება მე არ ვიგრძნო თავი შეურაცხყოფილად რომ უკაცრავად მე ვინ გონი ვარ რომ ამას დაგიჯერებ ამას რომ მეუბნები და ამას ჩავთვლი ასე რომ ხო ეს ასეა იმიტომ რომ ხო ზუსტად ვიცი რომ ყველა ადამიანი სპეცნაზი იმის სპეცნაზია რომ თვითეული ადამიანი ასრულებს ვიღაცის ბრძანებას თვითეული ექვემდებარება იმას ის იმას 7 კაცი რო წავიდა სადღაც იმას გამოეკიდა თუ ამას გამოეკიდა თვითონ კი არ მოვიდა თავში რომ ჩვენ 7 გავიქცეთ იქეთ. არამედ მან მიიღო 7-მა ბრძანება, რომ წადით იქეთ. ანუ ზუსტად ვიცით, ვინ წავიდნენ იქეთ. და იმ ხალხმა ქვეყანა თუ გადაარჩინა უბედურებისგან, მაგიტომ მაინც არ უნდა ვიცოდეთ, ვინ დავაჯილდოოთ? რომ აი ვიღაც ხო შეიძლება პირიქით ყოფილიყო ეს ამბავი და ვიღაცა მიძალა და ანუ იმდენად აი ესეთი ყველა ზღვარს გასული სიცრუეა და თვალთმაქცობაა და ამ პროცესში არიან მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებით, მათ შორის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. კი ბატონო, აი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ეხლა გავიხსენებდი მაგალითად Freedom House-ი რომ წერს ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად არის თუ არა მზად ოცნება გარიგებების დასადებად, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს გაუმჯობესებსო და აი ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე რომ დაჩქარებული ტემპით ჩაინიშნა სასამართლოები. მე სხვათ შორის საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ აი ამ დაჩქარებული ტემპით ჩანიშნული სასამართლოების ბოლო მართლა შემოდგომაზე იყოს ის, რომ ეს ადამიანები, ეს პოლიტიკური ლიდერები უკან შეაბრუნონ ციხეში და თან ძალიან შეურაცხმყოფელია დათო, მე მგონი დამეთანხმებით ბატონო დავით, აი ის ბრალდება თავისთავად რა ბრალდებასაც უყენებენ ამ ადამიანებს. მართლა გასული საუკუნის 30-იანი წლების, აი საბჭოთა ტრადიციები, ჯაშუში, აგენტი უცხო ქვეყნის აგენტურა, აი ისეთი შეურაცხმყოფელია. მე აი ნებისმიერი ბრალდება შეიძლება გავატარო, ხო, ადამიანმა სამშობლოს ღალატის გამო ციხეში უშვებდა თან ამდენი წლით პატიმრობას უხადია ამ ხალხს, ხო? ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. რა თქმა უნდა, ქალბატონინა და სხვა შორის სანამ კანონამდე მივალთ მანამდე არის სხვა რაღაცეები, ზნეობა, ეთიკა, სტანდარტები, რაღაცა რწმენები, წარმოდგენები. ახლა თქვენს ეკრანზე ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ, რომლებსაც რაღაცეებს ედავებიან. მათ შორის ერთი არა იმიტომ რომ ყველაზე მაღალია. ბატონი ბადრი ჯაფარიძე, ხო? ბადრის ეპიზოდი არის მაგ საქმეში საინტერესო რაღაცეებს რო ანიშნებდაო. აქციის მონაწილეებს. ამასობაში აი ცინიზმის მწვერვალია ყველაფერთან ერთად. ბევრია ლიდერი, რომელსგანაც რაღაცა უკმეხი სიტყვა მომისმენია, რაღაცა ისეთი რაღაც ცოტა, რა ვიცი. ჩვენ მეორე ლიდერისგანაც შეიძლება ის ცოტა უფრო სხვანაირი კაცია მამუკა ხაზარაძე. ანუ ისე ურთიერთობაში რა, რომ შეიძლება გაბრაზდეს, აღელდეს რაღაცას. ეს ადამიანი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც აი უცენზუროსთან, ან არასწორთან, ან ქვეყანასთან დაკავშირებულ თემაზე, აი ოდნავ რაღაცა არც გამიგია, არც დამინახავს, არც შეუძლებელია მის არსებაში მომწიფდეს რამე. სამშობლოს წინააღმდეგ კი არა, საკუთარი პარტიის წევრის და ამორჩევლის წინააღმდეგ კი არა. აი ყველაზე ესეთი მოწინააღმდეგის მიმართ. მახსოვს მაშინ პარლამენტში მას უფლებამოსილებას უწყვეტდნენ რაღაცა მოგონილი ამბებით. ესე იგი, ის ხალხი, ვინც მის
პარლამენტიდან გამოშვებას ხარი დაუჭირა. ხარს უჭერდა. ესე იგი ნახევარზე გვეუბნებოდა რომ არა ეგენი მაგას არ იზავენ. ანუ იმდენად ბადრი ჯაფარი არ ჯეროდა რომ იმდენად უნდა რომ ადამიანში კეთილი დაინახოს, სწორი დაინახოს, არ დადგეს ვიღაცას. ანუ ამ კატეგორიებითაც ჯერ ამ კატეგორიებით უნდა გამსაჯოთ ხოლმე ადამიანები ვინ. მე მივდივართ კანონამდე და შემდეგ. აქ რა კანონზე ლაპარაკი კიდევ გემეორებთ. ქვეყანას აქცევდითო და ესე იგი 6 თვე მერე ის ხდებოდა რაც ხდებოდა. ამიტომ აქ მე მგონი ყველაფერი ნათელია მათი მხრიდან. თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს აი ამ ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მე ვიტყოდი აგონიის რაღაც ახალ საფეხურზე. ბევრი რამ მიანიშნებს ამაზე, ეს ბრიფინგიც, მანამდე ის საკადრო გადაადგილებები გავიგეთ, ვინმე რამე ან რატო დაინიშნა სუსის უფროსად ერთი კაცი 2-3 თვით. და მანამდე რატო მოიხსნა გავიგეთ? ხო, ის რატო მივიდა, რატო დაინიშნა, მე მდინარაძეს რატო ერგო ამდენი ორდენები, გენერალ სიმუსი რო გახდა თუ რა. ერთ კვირაში, ახლა პოლიტიკაში ვჭირდება ვაკეთ წამოვიდა. ახლა თუ ეს მიაჩნია ვინმეს გროს მეისტერობად რამის. ნუ ახლა თვითონიციან მიაჩნდეთ ეს ასე. მაგრამ აქ რა თქმა უნდა პრობლემა სხვა რამეშია და გაცილებით სერიოზულია ეს პრობლემა. რა ფონზე ხდება ჩვენი მართლა სტრატეგიული პარტნიორების ყოველდღიური განკიქება მათ მიმართ მოსახლეობაში რაღაცა ესეთი დანერგვა საფრთხის იმიტომ რომ დღეს ოცნებას რომ მოусმინოთ, საიდან მოდის საქართველოსთვის შესაძლო საფრთხე. ეს მოდის ევროპიდან და ამერიკიდან, რომლებიც იმართებიან სტეიტით და გლობალურად. ესე იგი, ხალხს ხარდამჭერი მოდის იქედან და ვინ არ არის მათი ჭკუით deep state-ის მავნე გავლენის ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ. არ არის ჩინეთი, არ არის რუსეთი, გაგიგიათ რამე რომ ესე იგი მოსკოვზეც წვდება იმ deep state-ის საცეცები. არა, რასაკვირველი. არ გაგიგია. ჩინეთზე არ გაგიგია. ესე იგი იმ ვითარებაში, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებთანაც სტრატეგიულ შეთანხმებებში პირდაპირ გვიწერია, აი მაგალითად აიღეთ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების დოკუმენტი, რომელშიც ბრიტანეთი ამბობს, რომ ის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, de facto ანექსიას, რომ ის მხარს დაუჭერს მშვიდობიან მოგვარებას ამ კონფლიქტების, რომ ის საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრების ურღვევების მომხრეა და ასე შემდეგ. აიღეთ ახლა ჩინეთთან დადებული შეთანხმება. აი აქ გავჩერდეთ თუ შეიძლება საგანგებო ბრიფინგი, რომელიც სწორედ იმ აქტის მიღების შემდეგ 2 დღეში იგეგმება, რომელიც ვიხილეთ ამერიკის კონგრესში, გამოდის ირაკლი კობახიძე და მთელ ბრიფინგს უძღვნის ბიზნეს ქებადიდების მეორე დღეს უკვე ჩინეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. არის თუ არა ეს შანტაჟი ამერიკის შეერთებული შტატების? თქვენ როგორ გაიგეთ ეს ბრიფინგი? ხო, ახლა შეერთებული შტატების შანტაჟი ამათ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ აგერ მაშინ როცა კონგრესში გადის ეს აქტი, სადაც ოცნება ცხადდება ჩინეთის, ირანის და პუტინის მოკავშირედ, აი ამ დროს ზუსტად გამოდიხარ და ატარებ იმ ბრიფინგს და აკეთებ იმ განცხადებებს, რაც გამოვისმინეთ. მე გეტყვით ახლა სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ლელოს ბევრ წარმომადგენელს ძალიან ბევრი დრო და ენერგია გვაქვს დახარჯული იმისთვის, რომ ახალი ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსკენ შემოbrunებულიყო. და იცით, რომ დღემდე რაღაც ძალიან მცირე ვადიანი და ესეთი საშუალო პროფილის შეხვედრების გარდა, რაც ბოლო 2 თვეში მოხერხდა, მანამდე იქიდან აქეთ არავის არ სურდა გამოხედვა. ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო ნაკლებად დაზარალდეს ქართული ოცნების ხელისუფლების გამო და შეერთებულ შტატებში უბრალოდ ფიზიკურად არ დაიხუროს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ქვედანაყოფი, სადაც 2 ადამიანი იჯდა ბოლო 35 წელია და ყოველდღიურად მუშაობდა საქართველოზე. ახლა თუ აღარ არის ურთიერთობა, მე ის 2 ადამიანი სხვა განყოფილებაში გადავა და მე იმის აღდგენას კიდე 5 წელი დაჭირდა და ასე შემდეგ. უამრავი დრო და ის დაიხარჯა. და როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან მანამდე
სტრატეგიული ურთიერთობა ეს იყო ფარატინა ქაღალდი ამას გულისხმობ და ამას ისმენენ გინდა დემოკრატები, გინდა რესპუბლიკელები, მოსახლეობა და მე ჩავხედოთ რიცხვებს, ვისი ფინანსური დახმარების ხარჯზე გამოძვრა საქართველოს ხან შიმშილისგან, ხან უშუქობისგან, ხან რუსეთის პირდაპირ ფიზიკური თავდასხმისგან, ვინ იყო ის, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარებას ჩემპიონობდა სოფლიო მასშტაბით და ვინ შეაჩერა ის ტალღა, რაც რუსეთს უნდა რომ აეგორებინა აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქთან და ასე შემდეგ. და ამას ფარატინა ქაღალდს უწოდებ, როდესაც პროცესის წილობრივად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ისრაელის შემდეგ საქართველოს იყო ნომერი 2 მიმღები ქვეყანა შეერთებული შტატების დახმარების და ამას ეძახი ფარატინა ქაღალდს და ახლა აი ჩინეთთან ურთიერთობა ახლა სერიოზული ამბავი და რა არის ჩინეთთან ურთიერთობა 2025 წლის განმავლობაში ჩინეთიდან შემოვიტანეთ 6-ჯერ მეტი პროდუქცია ვიდრე ჩინეთში გავიტანეთ ესე იგი ჩვენზე 500-ჯერ დიდი ქვეყანა რომაა და ჩინეთთან ურთიერთობაში თუ რამე ხეირი უნდა ვნახოთ ეს არის სწორედ ის რომ საექსპორტო ხაზები გაიხსნას რომ აქ სამუშაო ადგილები შეიქმნას და იქ ჩვენგან გაყიდულით აქ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხეირი ხდება პირიქით ანუ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს ანუ აქ ვყიდულობთ ჩინურ პროდუქციას და იქაურ მუშახელს ვაფინანსებთ და ეს არის თურმე საქმე. მეორე, ჩინური კომპანიები რომ აშენებენ გზებს. ესენი ხშირად წარმოაჩენენ რომ თითქოს ეს ჩინეთის ფულითაც ხდება, ან ნაჩუქარით, ან ნასესხებით. ნურას უკაცრავად. ეს არის ფული, რომელიც საქართველოს ისესხა ევროპული ბანკებიდან ისესხა და უნდა ჩაასესხოს, ოღონ ეს ისესხა და გადაუხადა ჩინურ კომპანიებს. ისევ დასაქმდა, ანუ ეს თავისთავად ცუდი კი არ არის. და საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რომ თურმე ვინმე, ან მე ან ვინმე ჩინეთის წინააღმდეგი ვარ? სად იყვნენ ეგ, როცა სი ძინპინს ხვდებოდი მე პეკინში, პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. სად იყვნენ ეგ, როდესაც თეირანში ჩავდიოდი და ხვდებოდი ლარიჯანი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ახლა ერთ-ერთი აფეთქების დროს რომ გარდაიცვალა და იმათ პრეზიდენტს და იმათ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა სწორია, მაგრამ გააჩნია რა კონტექსტში. მე რო ჩავდიოდი ერთგანაც და მეორეგანაც, ჩავდიოდი ასე. საქართველოს ჩვენ გვაქვს ნატოს წევრობის გეგმა, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრობის გეგმა, ჩვენ ვართ ასეთი და ასეთი და ასეთი, გვინდა თქვენთანაც ურთიერთობა იმ საკითხებში, რომელშიც გვექნება ურთიერთგაგება. და ამათ რაზე მოუწერეს ხელი ჩინეთს? სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომ საქართველოს იქნება ჩინური მართლობის სისტემის მხარდამჭერი მსოფლიოში. ჩინური მართლობის სისტემის. რა არის ჩინური მართლობა? კომუნისტური პარტია არის ხელისუფლებაში. სამი დღე მშიოდ. იქ მითხრეს, რომ იცით, ჩვენ აქ სხვა პარტიაც გვაქვს პარლამენტში. დავინტერესდი, ვინ არის ეს სხვა პარტია მეთქი. ვინ არის იცით ეს სხვა პარტია? ეს არის ჩინეთის პოლიტიკური პარტიების ფედერაცია. რომელშიც ყველა პარტია წარმოადგენს. ოღონდ იმ ფედერაციაში 80%-იანი უმრავლესობა აქვს კომუნისტურ პარტიას. ანუ მართლობის სისტემას ხელს შეუწყობ თელ სოფლიოში რომ ის და აქ რა ჩამიწერეს? ამ კონსტიტუციაში საწერია ეგ ამბები. აქ წერია ის ევროპული დასავლური ცივილიზაციის ღირებულებები, ადამიანის უფლებები, მრავალპარტიულობა, სასამართლოს და ასე შემდეგ. იგივე ირანთან, ირანში რომ ჩავედით ზუსტად ამავე იმით. ის კი არა რომ იცი რა ევროპა და ამერიკა გვებრძვის, იმიტომ რომ deep state-ის მასში არიან და ქართული სახელმწიფოს წრები არიან და ეხლა ჩვენ ახალ მეგობრებს ვეძებთ. არა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ისინი, თქვენ ხართ ჩვენი მეზობლები, გვაქვს ძალიან ისეთი ისტორია, შავთეთრი, სხვადასხვანაირი, გვინდა ურთიერთობა, სავაჭროც, კულტურულიც და სხვაც. ძალიან შეუძლად გაიგეს ლარიჯანმაც და პრეზიდენტმაც და სხვებმაც. და ჩინეთის ლიდერიც და ყველა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ურთიერთობა. გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. მაგრამ რა კონტექსტში? ვინ ხარ შენ, როდესაც ამ ხელშეკრულებაზე ხელს უწერ? შეერთებულ შტატებთან წყვეთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ევროპას მტრად ვაცხადებ და ამ დროს შენ გიწერ ხელს რაღაცაზე და ამას ვზეიმობ. ეს ამაშია საქმე. ანუ რა ჯამში რა გამოდის და მithmorchet რუსეთს პირდაპირ ვერ ახსენებენ. ხო? ამასობაში ის არ გვინდა ის ფტერია მის თავგადაკლულ მომხრესაც კი ოცნების
მე კითხავებადება ხო გავიგეთ, მაგრამ მაშინ როგორ ვიცხოვროთ ახლა წავიდა ეს 80-იანების ბოლოში გახსოვთ ალბათ თქვენს ცნობილი ამბავი მანდარის გავყიდით, ჩაის გავყიდით, ბორჯომს და ვიცხოვრებთ. ნუ აღმოჩნდა ეგრე მარტივად არ არის საქმე. გჭირდება პარტნიორები. ამიტომ ახლა ვისთან ახლა მოდი ჩინეთს შევეყუროთ. კარგით, მოდით გასაგებია ყველაფერი და ისევ მინდა ეს თემა ჩვენი საუბრის ბოლოს შემოვიტანო. აი თუნდაც იგივე, რასაც ევროკავშირთან დაკავშირებით ახლა თქვენს ანალიზს ვისმენთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, ეს არის თქვენ თქვით ახლა გადასარევად იცის ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაო თავისი წვლილი არის ხო მაგ კონსტიტუციაში ბოლო ვარიანტში და ეს არის ამ ხალხის გადაწყვეტილება თუ მათ აქვთ ბრძანება მიღებული, მითითება მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან რომ უნდა ილაპარაკონ ის სიგიჟეები, რასაც ყოველდღე გვასმენინებენ. ბიძინა ივანიშვილისთვის მე რას დავასკვენი მაშინდელი ურთიერთობიდან, როცა მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა ფაქტურად 4 წელი და ახლა როცა აღარ მაქვს არანაირი ურთიერთობა მას შემდეგ, მაგრამ უყურებ. ჩემი აზრით მისი როგორც პოლიტიკური პროცესების მონაწილის და განსაზღვრელი ფაქტორის მთავარი პრობლემა ესაა, რომ მისთვის ეს ყველაფერი ტაქტიკაა. მისი პირადია ეს გადაწყვეტილება. მისი ტაქტიკა, ანუ ტაქტიკა, სტრატეგია არის, რომ მე მინდა ეს წყალი დავლიო, მივიდე მასთან და ახლა როგორ მივიდე, ამ ხელით მივიდე, ამ ხელით აქედან შემოვიდე, იქედან შემოვიდე. მას სტრატეგიული ამოცანები ქვეყნისთვის არაა განსაზღვრული. მას აქვს სტრატეგიული ამოცანა თავისთვის, რომ ის მას უნდოდა, როგორც ჩანს და უნდა ძალიან ისევ, რომ შევიდეს საქართველოს ისტორიაში, სიცოცხლეში მოესწროს, რომ ის არის, აი რაც ბრიფინგზე მოვისმინეთ, ნუ დაახლოებით 70-80% მოქალაქეების ამასვე გულში მოეწონებოდა, ფიქრობთ ივანიშვილის კობახიძის ეს სიტყვები და ქებადება. იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რა კონტექსტში ეს სიტყვა, მე არ ვიცი მოეწონებოდა თუ არა. შესაძლოა პირიქით ეჭვით შეხედა, რომ მოიცეს რეებს ლაპარაკობს. მე არ ვიცი. მაგრამ თავისთავად ასეთ ფიგურად წარმოდგენა, წარმოჩენის საკითხი ეს არის სტრატეგია. ამაში ამერიკა დაეხმარება, ამერიკასთან კარგად იქნება ჩინეთი, ჩინეთთან კობახიძესთან, ვისთანაც ეჭვი გაუჩნდება ეს კობახიძე იქნება, ჩინეთი იქნება, რუსეთი იქნება, ამერიკა იქნება, იმასთან დაიწყებს ლავირებას და ეს სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკურ პროცესებში რაღაც პოლიტიკური დებატებია, ოპონირება გაცილებით უკეთესია, როდესაც ყავს ოპონენტი, როდესაც სტრატეგია აქვს. იცი რომ მას აი ეს უნდა წინა ხელისუფლებასთან მის ლიდერს თავისი სტრატეგია ჰქონდა შიდა პოლიტიკაში, გარე პოლიტიკაში. გარე პოლიტიკაში ვეთანხმებოდი, შიდაში არ ვეთანხმებოდი. ამიტომ გასაგები იყო ურთიერთობის ფორმატი. იმის წინ რომ იყო შევარდნაძე, იმას თავისი ამბები ჰქონდა. მასაც სურდა რომ შეენარჩუნებინა ის როლი, რაც საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრობის დროს შეიძინა დასავლურ სამყაროში მიღებული, აღიარებული ადამიანი. ამას ხედავდი, იცოდი რომ ეს იყო მისი სტრატეგია, საქართველოს დიდწილად აქეთ მიყავდა. ნუ არც მას ეყო ახლა ბევრი რაღაცეები და ეს ცალკე თემაა, მაგრამ მასთან ურთიერთობას და ოპონირებას და ეს გაცილებით პოლიტიკური პროცესი იყო. აქ პოლიტიკური პროცესი აქ არ არის. აქ ფსიქოპოლიტიკური პროცესია, რაც რა თქმა უნდა ართულებს ბევრ რამეს. დიდი მადლობა და წარმატება მინდა გისურვოთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ისე წეგან საუბრობდით რომ კობახიძის წინამორბედიო ეხა სახელმწიფო კმაყოფაზეაო და რამდენადაც ცნობილია თქვენი არც თუ ისე დიდად სახარბიელო ურთიერთობა ამ ყოფილ პრემიერთან. წარმოიდგენდით მოკლედ ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში. მე მგონი არ მყოლი ხართ ეთერში მაგის დაჭერის შემდეგ და ამ ამბების შემდეგ. არა, თლათ ასე ვერ და არ წარმოვიდგენდი, თუმცა დიდხანს მათი ურთიერთობა რომ ვერ გასტანდა, ეს ცხადი იყო, იმიტომ რომ პირველ ჯერზე, როდესაც მან ღარიბაშვილის, ასე ვთქვათ, გაშვება გადაწყვიტა, მაშინ ძალიან ღრმა, მისთვის ღრმა მიზეზები ჰქონდა და ღრმად სჯეროდა, რომ ამ კაცმა მას რაღაცა უღალატა ბევრი მიმართულებით და შემდეგ. ასეთი რაღაცები როგორც ჩანს არ იკურნება.
და მეორე ჯერზეც მოხდა ასე. მე იცით როგორ არის ქაუტენგა, მინდა ძალიან რომ ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, როდესაც დამკვიდრდება პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის ერთადერთი ფორმა არ იქნება ციხეში ადამიანების გამომწყდება. ანუ რას ვამბობ? მე არ ვიცი ვინ რა ჩაიდინა ამ შემთხვევაში რომელმა პრემიერმა, მინისტრმა, მათმა და ასე შემდეგ. ვიცი რომ კორუფცია იყო, მაგრამ ის ვისთან მიდიოდა და მოდიოდა არ ვიცი. ვინც მათ ფარველობდა და თავის დროზე არ დააკავა, ისინი 10 ჯერ უფრო მეტი დამნაშავეები არიან და მგონია რომ ისინი არ არიან დასჯილები, იმიტომ რომ ან სუსმა და ან პროკურატურამ ახლა აღმოაჩინა ეს ამბები, როცა თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, რა ვიცი, მეტი იცოდით და მუდმივად ეთერებში იყო საუბარი. მოკლედ, ვინ რაზე უნდა აგოს პასუხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს ის ტერმინი და ის ცნება, რომელიც დასამკვიდრებელია. სხვა შორის თბილისის მერი ამ თემაზე გამოირჩევა თავისი ესეთ დამოკიდებულებით. მე რა შუაში ვარო? სადღაც რაღაც ტრაგედია მოხდა, სადღაც რაღაც კორუფცია მოხდა, სადღაც და მე რა შუაში ვარო? მაშინ როცა რაღაცა პატარა თუ გაკეთდება კარგი და სწორი ქალაქში, ბატონო, ჩვენ ესე გავაკეთეთ ეს, ანუ თუ რამე კარგს აკეთებს და ხდება შენს სამწყსოში, შენ უნდა მიიწერო და თუ რამე ცუდი ხდება, ეს მე რა შუაში ვარ. მათ ეშლებათ ერთ სიტყვით წავალ. ეშლებათ ძალიან მნიშვნელოვანია, გულწრფელად ეშლებათ, იმიტომ რომ ბევრს კვალიფიკაცია განათლება არ ყოფნის ამ საკითხში. პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ვალდებულება ეს ის არის, რომელიც მე კონკრეტულად მევალება, რომ ეხლა შუქი ავანთო, ჩავაქრო, მანქანა აქედან იქით გადავიყვანო, თუ ეს არ გავაკეთე, მაშინ პასუხს ვაგებ ვალდებულების დარღვევისთვის. პასუხისმგებლობა ეს ცოტა სხვა რამეა. მე პასუხისმგებლობა მეკისრება, რომ აი აქ რო ვარ, მოვიქცე სწორად. ანუ მოგცეთ საშუალება თქვენი სამუშაო შეასრულოთ. და ჩემი პასუხისმგებლობა, როცა აქ შემოვედი, ვალდებულება არ არის, მაგრამ თუ ეს დავარღვიე, პასუხისმგებლობა დამეკისროს უნდა და აღარ უნდა მომიყვანოთ ამ ეთერში. ისე როგორც ესენი ხელისუფლებაში